ეცდებით რა შედეგი რა. ვიქტორ, საინტერესოა თქვენი კომიტეტის ჩამოყალიბება იმ მხრივ, რომ ნამდვილად არის ბევრი წარმატებული სპორტის სახეობა საქართველოში, რომელიც არის არაოლიმპიური, ჩვენ ვიცით, რომ ოლიმპიური სპორტის სახეობებს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსაგან, დაფინანსებულია ყველაფერი. აი ამ სპორტის სახეობებმა თავად მოიტანენ თავიანთი თავი. ეს შედეგები ქვეყანას ფაქტიურად აჩუქეს, ხო? თავად ცდილობდნენ მუდმივად სპონსორები მოეწიათ, რაღაც პრობლემებს გამკლავებოდნენ. აი თქვენი კომიტეტის ჩამოყალიბების შემდეგ, თქვათ, რა მხრივ შეიძლება ურთიერთთანამშრომლობიდან კარგი შედეგებს მიაღწიოთ? უკეთესი პირობები რა მხრივ შეიქმნება? კი ბატონო, მოგახსენეთ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი კომიტეტი, დასავლეთ საქართველოს არაოლიმპიური სპორტების კომიტეტი ჩამოყალიბდა რამოდენიმე თვის წინ. ეს არის 600 სპორტსმენი, 18 ფედერაცია გაერთიანებული არის აქ. ჩვენ გვეხმარება ბიზნესმენები შემოწირულობებით. ჩვენ მოგმართავენ ეს ფედერაციები, რომლებიც ბევრს შრომობენ, ბევრს სწავლობენ, მაგრამ აქამდე არ ქონდათ დახმარება და ეხმარებოდა ადგილობრივი თვითმმართველობა, თვითონაც თავიანთი სახსრებით გახონდათ თავი და მოგმართავენ ახლა მაგალითად პატივცემული საქართველოს დამსახურებული მსმელი მურთაზბებია მოვიდა მოგმართა დახმარებით ჩვენც გადაურიცხეთ ის თანხა რაც სჭირდებოდა სახურავის გაკეთებას კიდე უნდა დავეხმაროთ ამ თვის ბოლოს ეგრეთ წოდებული გრუშები უნდა უყიდოთ ხელთათმანები სპორტსმენებისთვის დავეხმარეთ ასევე უშუს გაუშვით ერთ-ერთი სპორტსმენი საზღვარგარეთ შეჯიბრზე როგორაც შეგვიძლია ვეხმარებით ეხლა უკვე რამოდენიმე დღეში ჩაერთვება საქართველოს არაოლიმპიური კომიტეტი და გეგმავთ რომ დაახლოებით 1500 სპორტსმენი გაერთიანდეს ჩვენს კომიტეტში არის ბევრი გეგმები გვაქვს ბევრი პროექტები გვაქვს და გვინდა რომ განვახორციელოთ და თვითონ სპორტსმენების გვეხმარებიან შედეგებზე მოვხდა ეს ძალიან სასიხარულოა საქართველოს ასახელებენ და ძალიან დიდი მიღწევები იყო მას რესლინგში და მსოფლიო ჩემპიონები ორი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს ერთი პრიზი ორი და ვითარდებათ ეს არაოლიმპიური სპორტები და ძალიან გვიხარია და ძალიან მონდომებული ვართ გვინდა დავეხმაროთ ასევე ტანვარჯიშ პირდით ალგრიზე გავეცანით პრობლემებს უკაცრავთ აკრობატიკას და გვინდა რომ მივაქციოთ ყურადღება ყველა ითხოვს დახმარებას მაგრამ ეხლა სიმწირეა ბიუჯეტის და რაც შეიძლება მაქსიმალურად ვანაწილებთ ამ თანხებს ამ ფედერაციებზე და სპორტებზე. აი როგორ მოიძიებთ ხოლმე თანხებს რომელთაც სპორტის ამდენი სახეობის წარმომადგენლებს თქვენ უნდა დაეხმაროთ? ახლა ძალიან რთულია ახლა ძირითადად შემოწირულობა ბიზნესმენების შემოწირულობა ძირითადად და ჩვენი შემდგომი ფედერაციის პრეზიდენტის და ჩვენი საქართველოს არაოლიმპიური კომიტეტის წევრების დამსახურება რომ რაღაც ეს თანხები მოიზიდა და მუდმივობაში ხარ. ჩვენი ინტერესია რომ აი ასეთ სპორტსმენებს, ასეთ აგერ ბიჭები მიდიან საქართველოს უნდა გაიარონ რომ ევროპაზე გავიდნენ და უკვე ევროპისთვის ჩვენ უნდა დავეხმაროთ თუ იქნება საშუალება აუცილებლად გვერდში დავუდგებით უპრობლემოდ. ძალიან კარგი ბატონო მუთას როგორია 2016 წლის შედეგები კიკბოქსინგში? 2016 კაი შედეგებია. მსოფლიო პრიზორი ახლა ევროპაში მიდის. მე სიმგონია რომ